საქართველოს ეროვნულ მუზეუმში მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში სამხედრო თვითმფრინავების უდიდესი გამომგონებლის ალექსანდრე ქართველისადმი მიძღვნილი მასშტაბური გამოფენა გაიხსნება. Როგორც ცნობილი გახდა, ექსპოზიციაზე ავტორის დიზაინით შექმნილი თვითმფრინავების მაკეტები, ესკიზები და ფოტოები იქნება წარმოდგენილი. გამოფენა ასახავს ალექსანდრე ქართველის ცხოვრებასა და მის უდიდეს ღვაწლს სამხედრო ავიაციაში. აღნიშნული დაგეგმილი ღონისძიების შესახებ დღეს მემორანდუმი გაფორმდა. ოფიციალურ დოკუმენტს ხელი ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ და ალექსანდრე ქართველის ასოციაციის თავმჯდომარემ რიჩარდ ევან რუბინმა მოაწერეს. ალექსანდრე ქართველი არის ლეგენდარული პიროვნება, ჩვენამდე წარმოაჩინეთ მისი ბიოგრაფია და ვაჩვენოთ ყველას, რომ არსებობდა ქართველები, რომლებსაც ჰქონდა ძალიან დიდი წარმატება ინტელექტუალურ სფეროში, მოითხოვეს არის მეცნიერების და ხელოვნების სინთეზი, ეს იყო დიდი კონსტრუქტორი, პროცესი და დიზაინერი და ეს ჩდება მთლიანად სწორედ იმ ხედვაში, რასაც ეროვნული მუზეუმი ამიტარებს, ქართულ საზოგადოებას გავაცნოთ მეცნიერება და მეცნიერების მიღწევა. ალექსანდრე ქართველი უდიდესი მოღვაწეა. მან შეიძლება თამამად ითქვას, რომ ავიაციის სფეროში გადატრიალება მოახდინა. რომ არა, ეს პიროვნება არც კი ვიცით, როგორ და რა მიმართულებით განვითარდებოდა მსოფლიოში ეს სფერო. ალექსანდრე ქართველის სახელი საკმაოდ დაფასებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენ დავგეგმეთ, რომ არნახული და ძალიან საინტერესო გამოფენა შევთავაზოთ ქართულ ხალხს. ჩვენ გვექნება საქართველოში უპრეცედენტო გამოფენა. აი იმ 7 წლის მანძილზე, რაც მე აი ამ საქმეზე ვმუშაობდა, ის მასალები, რაც ჩამოვიტანეს საქართველოში, ბაბალი რიჩარდ რუბინის, ასე ვთქვათ, თაოსნობით და მისი, რა თქმა უნდა, ფინანსური მხარდაჭერით გამოიფინება საქართველოში. ჩვენ შევქმნით ალექსანდრე ქართველიშვილის ასოციაცია, შევქმნით დევბორდი და უკვე შემდეგი, ასე ვთქვათ, დამაგვირგვინებელი იქნება ის უპრეცედენტო გამოფენა, რომ ვამბობ უპრეცედენტო, იმიტომ რომ ეს არ იქნება როგორც სურათები და დოკუმენტები კედელზე, ეს იქნება ინტერაქტიული გამოფენა.